საღამოს მშვიდობისა მეგობრებო, როგორ ახართ? კარი დავხურო. ხმაური შემოდის ძალიან და მირჩევნია ამ ხმაურს რომ დავკომპლექსდი ისე რომ პირველი რაც მახსენდება უკვე არის ის რომ კარი უნდა დავხურო. ეხლა მოვედი გასული ვიყავი მეგობრებო. ჩემ საქმეზე არ ვიყავი თორემ თქვენც წაგიყვანდით. ჩემს რძალს ვახდი რაღაც საქმეზე ძმისწოლს და მოვედით. ამ წუთას მოვედი და მინდა რომ ჩავწერო ვიდეო თქვენთან და ისე დაგემშვიდობოთ. თან მინდა რომ აბანოშიც შევიდე და დროზე ადრე ჩავწერო და მოვასწრა ყველაფერი. კი იცით ჩემი ამბავი რას ვასწრებ და რატო. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო ათინო ჯიქია. ხომ სწორად ვამბობ. იმისთვის რომ დღეს მითხარი თუ უყურებ ეთოს გურიიდანო გახსენათ თქვენო ვიდეოშიო მადლობა იმისთვის რომ ეს შეიძლება ვერ მენახა და ან ბოლომდე ვერ მეყურებინა რაღაც მიზეზების გამო ამ ლოგისთვის და გამოგჩენოდა. კარგი იქნა შემახსენებ მითხარი უფრო სწორად ძალიან კარგი გოგოა ეთოც, კარგი ქალბატონია ეთო. ვუყურებ, მაგრამ მეც არ მყავს დიდი ხნის გამოწერილი და ეხლა ყველას და მასიურად ვერ ვუყურებ, რა თქმა უნდა. ჩემი არხიდან გამომდინარე, მეც ხომ უნდა ვიმუშაო, ავტვირთო, ოჯახი ეს ის და როცა ნახულობ დროს, როგორ არა, ყველას ვუყურებ, ვინც გამოწერილი მყავს, მაგრამ აი არის მომენტი ვერ ვუყურებ, არის რომ ვუყურებ და ეს არ მქონდა ეს ვლოგი ნანახი მართლა და მადლობას ვუხდი მას კიდევ აქედან რომ ხარი დამიჭირა და ჩემს გამო დაიხარჯა და მიმართა მაყურებელს გამოიწერეთო და ჩემთვის თბილი სიტყვები გაიმეტა. მადლობა ათინო თქვენს და მადლობა ეთო თქვენს რომ თქვენგან მივიღე დადებითი შეფასება. კარგი ადამიანია მართლა და ჩემგანაც მას დიდი ხარდაჭერა შეფასება და იმიტომ არ ვამბობ რომ ეხლა რადგან ჩემთვის ასე გააკეთა მართლა კარგი ადამიანია. თუ ვინმე ასე შენიშნავთ მეგობრებო, მითხარით ყველამ არ მინდა გამომრჩეს ვინმე, როცა ადამიანმა ასეთი თბილი სიტყვები თქვა ჩემთვის, მადლობა როგორ არ უნდა გადაუხადო. შეიძლება გამომრჩეს და შემახსენეთ, მითხარით, მომწერეთ, ძალიან კარგი იქნება. ხო. გასული ვიყავი მეთქი. ხო, იქ ისეთ საქმეზე ვიყავი, რომ თქვენ ვერ წაგიყვანდით რაღაც. ჩემი საქმე არ იყო ეს, უფრო ჩემი ძმისწოლის საქმეზე ვიყავით და მოვედი მალე, მაგრამ იმდენი ვიარეთ, რომ ფეხები მეტკინა, მით უმეტეს მე მიჩვეული ვარ ამდენ სიარულს. საქმე გავაკეთეთ, რაზეც ვიყავით. ხო. ნათანიკო მკითხეთ დღეს კიდევ და სიცხე ცოტა ქონდა დღეს მთელი დღის განმავლობაში მე აღარ აწეულა
და ამ გვიან საღამოს ვნახოთ რა სიზამს გავიგებთ მერე. და მადლობა ყველა თქვენგანს კიდე მოკითხვისთვის. ნათანიკოს მეკითხებოდით და გულთან მიიტანეთ მისი მდგომარეობა. ძალიან დიდი მადლობა. ყველა თქვენგანს მეგობრებო, ყველა თქვენგანს. სიცხეა საკმაოდ გარეთ, მაგრამ როგორაა? ღრუბელია, რომ გახვალ გეგონება რომ არ არის სიცხე და სიგრილე იქნებაო, მაგრამ არა, ჩუმი სიცხე არის, ღრუბელი არის, ხამზე გამოანათებს. ეხლა უკვე მოსაღამოა და გვიანია, ეხლა ზუსტად არ ვიცი რომელია საათი, სადღაც ალბათ 8 გახდება. თუ არ ვცდები. ანუ ოთახში არ მაქვს საარკე თუ საათი, საარკე კი მაქვს 2. ხო, მაგრამ მე არ ვარ დიდი პრანჭია და სულ სარკეში ვიყურებოდე და რაღაცა მეტყობა კიდეც. რა ვიცი მეგობრებო, ისე არ ვარ ეხლა მართლა რომ საერთოდ არ ვაქცევდე ჩემ თავს ყურადღებას, მაგრამ პრანჭია არ ვარ და არც ვამბობ რომ ეს კარგია, ძალიან ცუდია. უნდა იყო ქალი გამოიყურებოდე ყოველთვის უმაღლეს დონეზე, მაგრამ რაც არ ხარ ბუნებით, არ ხარ და მორჩა. ვერ აკეთებ ამას. არა უშავს. თანდათან მივეჩვევი იმასაც, რომ თქვენთან კამერის წინ ცოტა უფრო მეტად ვიყო მოწესრიგებული და ჩემი დანახვა რო გსიამოვნებდეთ. დღეს კერძები არაფერი არ გამიკეთებია, რაც იყო ის ამოვწურეთ. თანხმდილასაც ცოტა ვერ ვიყავი რაღაც და აღარ გამიკეთებია არაფერი, ამოვწურეთ. ვახშამს ამირანი მე არ ჭამდა, ამირანიც ისე ძალიან ცოტას. გიგა არ ვიცი მოვა თუ არ მოვა და დღეს კერძების გაკეთების დღე არ მქონდა ნამდვილად. და დღეს მხოლოდ თქვენთან საუბარი მომინდა. აი, შეიძლება ახლა ამ თემას საერთოდ არ უნდა შევეხო და მით უმეტეს არ ვიცი, მოკლედ ვიტყვი რაღაცას რა. გასული რომ ვიყავით სადღაც ერთ ადგილას, შევხვდით ახალგაზრდების ერთმანეთთან ძალიან ხმაურიან კამათს. იყო ერთი 7-8 ბიჭი და დავდექით შეგვეშინდა რომ ძნელია სხვის საქმეში ჩაერიო, მაგრამ ისიც ძნელია თვალი მოარიდო და არ შეხედო და იქნება რამე, რა ვიცი, სანამ რამე იყოს ან ვინმეს დაუძახო ან რაღაცა მაინც უნდა გააკეთო. დაიშალნენ მალე, არც არაფერი არ ყოფილა. რაღაც საქმის გარჩევა არისო, გუშინდელი ინციდენტის შემდეგ არჩევდნენ საქმეს. ვიდექით შეშფოთებული და უყურებდით ღმერთო მეთქი, იმდენ რამეს გებულობ ყოველ დღე რომ საკმარისია ღმერთო გვიშველე და ეს ახალგაზრდები ცოტა მოვიდნენ გონს რომ ეს ჩხუბი, ეს კამათი და მე გადაზდა, ჩხუბი და კამათი განავის არ მოსვლია, მაგრამ ეს გადაზდა მერე უფრო სხვა ფორმებში საკმარისია ღმერთო დაგვინდე მეთქი და მეშინო და მართლა მეშინო და იმიტომ რომ გახსნით თუ არა Facebook-ს კარგს ვერაფერს ვეღარ გაიგონებ, ისეთი ამბებია და რა ვიცი ძალიან გულთან მივიტანე ხმამაღლა რომ საუბრობდნენ და ამ დროს დაძაბული ხარ ადამიანი რა გააკეთო არ იცი, მაგრამ შვიდობიანად დამთავრდა მალევე და არ ყოფილა არაფერი და იქვე ახლოს კიდე იყო ბიჭები და თუ რამე ყველა რაღაცას იზამდა, მაგრამ რადგან ისე ჩაიარა და შვიდობიანად და დამთავრდა არც არაფერი არ ყოფილა და ზედმეტი და აი იმის თქმა მინდა რომ მეც მყავს ხომ შვილი ბიჭები 2 გარეთ მე ვიცი რომ ჩემი შვილები არიან სამსახურში მე ვიცი რომ ჩემი შვილები
დილას მიდიან თქვათ 1 ამ საათზე, მეორე იმ საათზე და ვაგზავნი სამსახურში, მაგრამ არავინ არ ვიცით, რომ იქიდან მერე ვინ სად მიდის და რას აკეთებს. ვერ დაცავ მშობელი გააჩნია ასაკს ხომ, ვერ გაყვები, ვერ დაცავ და ღმერთო ყველაფრისგან დაიფარე. მე ვიცი რომ ეხლა ჩემი შვილი ჯერ კიდევ სამსახურშია, მაგრამ იქნება და არ არის და ისეთი დავიძაბე დღეს იმათ რომ უყურებდი რომ აი უცებ ფიქრად ეს ამომივარდა რომ მშობელმა ხომ არ იცის ეხლა ის თქვათ ისინი რომ კამათობენ. არავინ არ იცის ხომ და ღმერთო ყველას აშორე, ანუ მიხვდებით რისი თქმაც მინდა. ყველას აშორე ცუდი ამბავი, ღმერთო ყველას შვილი სახლში მიუყვანე შვიდობიანად, ლამაზად და ოდნავი რა ვიცი. შეხების გარეშე. ძალიან ისეთი პერიოდია რომ არ ვიცი რა, არ ვიცი. ყველაფერი საფიქრალია დღეს მე მგონი. რომ რამე ყოფილიყო ისეთი და ზედმეტი, იქ ჩარევა მოხდებოდა სავარაუდოდ ყველასგან, იმიტომ რომ იქ სხვა იყო მოზარდი თაობაც, მამაკაცებიც, ქალებიც და იქნებოდა, მაგრამ რადგან დამთავრდა არც არაფერი. ეხლა იმიტომ არ ვამბობ რომ ვიდეოს წერ და თუ რამე შევხვდი, მაშინ პოლიციაში უნდა დარეკო და რაღაც. არა. არ იყო ისეთი მსგავსი სიტუაცია და მე იმის თქმა მინდა უბრალოდ იმას ვამბობ, რომ მშობლისთვის არის ძალიან რთული რამე. ძალიან რთული, რომ შენი შვილი გონია სამსახურში, გონია სკოლაში, გონია სადმე და მე არ იცი სად არის და რა მოხდება. ღმერთო ყველა დაიფარე და ყველას შვიდობიანად და ჯანმრთელად დაუბრუნე საკუთარი შვილის სახლში. უბრალოდ ამის თქმა მინდოდა, თორემ ეხლა რომ სხვანაირი სიტუაცია ყოფილიყო, იქ სხვანაირი იქნებოდა მერე, მაგრამ არ ყოფილა მსგავსი რამე. უბრალოდ იყო ხმამაღალი საუბარი და რაღაც შერატო მოიქეცი ასე შერატო და იმას თავისი მეგობრები ახდა, ამას თავისი მეგობრები და იქვე დამთავრდა ყველაფერი. მაგრამ მე ვიძაბები ყოველ ასეთ დანახვაზე, იმიტომ რომ ეხლა თქვენც ნახავდით YouTube-ზეც არის, Facebook-ზეც არის, სად არ არის ამ გურიკოს ამბავს, რომ 12 წლის დაკარგულ შვილის დედა რომ ეძებს. ყველაფერი გულთან მიმაქვს და ყველაფერი გულთანაც მისატანია. იმიტომ რომ არავინ არ ვიცით და არავინ არ ვარ დასხვეული არაფრისგან. რომ ჩვენ რა გველოდება ხვალ და ზეგ. ეს გურიკოს ამბავიც ძალიან ძაბავს და ამოხსნელი ამბავია ეგეც. ღმერთო აპოვნინეთ დედას და საიმედებელი რაღაც მაინც ცოდვა, ძალიან ცოდვა. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგ თემაზე, მე რა უნდა ვთქვა, ან მე არც არაფერი მეთქმება, მეც 2 დღეა თუ 3 დღეა ვუყურებ მაგ ამბავს და იმედია მივლიან ბოლოს იმ ეტაპამდე, რომ ამ დედამ გაიგოს მაინც სიმართლე. რა ვიცი, სულ რომ არაფერი არ თქვა, მე მგონი ამაშიც არ ვიქნებით მართალი. იმიტომ რომ ყველა სატკივარი ჩვენი სატკივარია. მე ასე მგონია და ასე ვფიქრობ. ხო. ღმერთო ყველას მიეცი მშვიდობა და ყველას აი რა გახდა, იმიტომ რომ წამალმა დარეკა. ამის თქმა მინდა. ხოლოდ და გავიგებთ ალბათ ამ ამბებს, გივიკოს ამბებსაც, ლიანის ამბებსაც
და ძალიან ბევრ ამბებს, რაც არ ვხედავთ და რაც არ ვისმენთ. ყველას გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, ბოლო. ნახოთ რა იქნება, რას გავიგებთ და როგორ იქნება. ყველაფერი ითქმება და მოვა ჩვენამდეც. იმედია. ყველას ყავს შვილები და რთულია არ განიცადო დედის მდგომარეობა. უბრალოდ თქვი, თორემ ეს არც ჩემი განსახილველი თემა არ არის და არც ჩემი როგორ თქვა, მე ამ თემას ვერ შევეხები, უბრალოდ რომ არ მიმეტანა გულთან და არ მეთქვა, რაღაც ვერ ვეტეოდი, იმიტომ რომ მეც დედა ვარ. ასე რომ მეგობრებო, აი ყველას მდგომარეობაში შევდივარ და ძალიან განვიცდი ასეთ თემებს, ძალიან და როცა Facebook-ს ვხსნი და ასეთი ამბები ხდება, თან გინდა რომ გაიგო რა მოხდა, გაწუხებს და თან უკვე გულს რომ აღარ შეუძლია რომ მოისმინოს და გაიგოს. ყველა დღე რაღაც ხდება საშინელება, ყველა დღე. ხო, მოყვებოდათ ალბათ Facebook-ში, ჩვენთან ბათუმში, გონიოში. დაიდო, ყველამ გაიგო და თქვენც გაიგებდით. ახალგაზრდა ბიჭი საბარგულიდან გადავარდა და მოკვდა. არ ვიცი, ღმერთო, არ ვიცი. ყველა დაიფარე. ღმერთო გევედრები, ყველა დაიფარე, ჩემი ოჯახიც, სხვისი ოჯახიც, შვილებიც, შვილიშვილებიც, მეუღლეებიც და ყველას ოჯახში მშვიდობა იყოს. მე ამას ვიტყოდი. დანარჩენს მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. უბრალოდ გული მტკივა, შემტკივა რა თქმა უნდა გული ყველანაირ ასეთ თემებზე. და რა არა, ამისნაირი რა არა კიდე და რას არ ნახავდით ხომ? ეხლა რა ვიცი, ნიშნულობა არ აქვს იმას, რომ ჩამოვთვალო. იმიტომ რომ ჩემზე მეტი თქვენ იცით. საკმაოდ სიცხე იყო, დამცხა, სიარულშიც უფრო მეტად გრძნობ რაღაცნაირად ამ სიცხეს და ეხლა იქ ტელევიზორია ჩართული, მე მგონი ფეხბურთი გადის თუ ფრენბური, არ ვიცი რა გადის. იქნება შემოდის ხომ ხმა. იქეთ სამზარეულოში აღარ მინდოდა ვიდეოს ჩაწერა, რომ სულ სამზარეულო მართლა ერთი წერტილიდან აღარ მინდოდა და აქ იმიტომ მოვედი, მაგრამ იქედანაც ახლა ხმა შემოდის. ხო და ეხლა მივხედო ჩემ თავს, რომ ისეთ დღეში ვარ. ეხლა მითხარით, აბა დაისვენე მაგ თმებიდან შეიჭერი და მოღარაწვალებ მაგ თავსაც და თმასაც. მართლებით იქნებით. დაგემშვიდობებით მეგობრებო, ეხლა შვიდობიან და ბედნიერ ღამეს გისურვებთ. შვიდობა ქნას ღმერთმა ყველას ოჯახში, სახლშიც და გარეთაც და ამაზე უკეთეს რას ვინდომებთ. ყველას გაგვითენოს ღმერთმა მშვიდობიანი დილა. მოვა ხვალე დილით, ღმერთის ნებით, აბა ხვალამდე. მიყვარხართ ყველა.